ჩვენი დღევანდელი თემა იქნება საბრძოლო პლაზმური ჰოლოგრამები, ანუ პროექტი ლურჯის სხივი. ჩიპიზაციის დასაკრავი სიაგახლავთ, ეს არის მომავლის რეპეტიცია და ორი სიტყვით ვიტყვი შინაარს, რაც უნდა წავიკითხო. ასეთი ტიპის ტექსტი ჯერმე არასოდეს არ შემიდგენია, არ მითარგმნია და არ დამიმუშავებია. ეს არის უმაღლესი ლეველის მატრიცული და ზოგადად მომავლის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია. ერთი ეს არის, მეორე სიზმრებზე მაქვს ერთი და მესამე იქნება მატრიცის ინტერფეისი, რომელსაც მალე დავდებ. ეხლა მე რა ტექსტსაც წავიკითხავ, არის ძალიან რთული ტექსტი, აი ურთულესი და უძნელესად გასაგები ტექსტი. მაგრამ მე ამ დონემდე მივედი უკვე. თქვენც ნელ-ნელა მიხვალთ. ძალიან გულდასმით მოусმინეთ. ეხლა მე შევატრიალებ ცოტა ხანში კამერას და ტექსტსაც რო შეხედოთ, იმიტომ რომ უბრალოდ მოსმენით რთულია გასაგებად. აქ არის საუბარი თანამედროვე კონფლიქტებში უპილოტოების გამოყენებით, უპილოტო დრონები მაგალითად ძირითადად რომელიც გამოიყენება ეხლა რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ასე ირანთან დაკავშირებით იყო გამოყენებული და სხვადასხვა კონფლიქტებში, საბრძოლო სიტუაციებში არის გამოყენებული ხოლმე. ეს ყველაფერი გლობალისტების მიერ არის დაგეგმილი და იქ რო ვითომ ტრამპმა უკან დაიხია, ირანმა იქ მოგებული პოზიცია დაიკავა, ეხლა ვითომ მოსკოვი ეცემა, ეს ყველაფერი არის წინასწარ გაწერილი გეგმა, ეს უნდა იცოდეთ, ყველანაირად კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული. ამ უპილოტო დრონების, რომელიც ნელ-ნელა შემოაპარეს ხალხს, ამ უპილოტო დრონების ესე ვთქვათ, სპექტაკლის დადგმით ნელ-ნელა, ესე იგი ტოტალური ილუზიის ტექნოლოგიების გამოყენებაში უნდათ რომ გადავიდნენ. ანუ ტოტალური ილუზიები უნდა შექმნან, როდესაც ფეიქ უცხოპლანეტელების მასშტაბურ შემოჭრას განახორციელებენ და წავა ლაზერული და პლაზმური და ესეთი ჰოლოგრამის პლუს დამატებით ჰოლოგრამებით მაგვარი დაბომბვები, როდესაც წავა მეგაპოლისების, დიდი ქალაქების და მეგაპოლისების დაბომბვები წავა მილიონობით ადამიანს ამოხოცავენ, რათა შემდგომ მერე კაცობრიობა გააერთიანონ საერთო მტრის ერთიანი ერთი მტრის წინააღმდეგ, რომელიც აი 80 და 90-იანი სტივენ სპილბერგის ფილმებში არის ნაჩვენები უცხოპლანეტელების შემოჭრა და მერე როგორ ერთიანდება ყველა ქვეყანამ საერთო მტრის წინააღმდეგ და მე რა თქმა უნდა მოყვება ამ ყველაფერს აპოკალიფსი, უბრალოდ ანტიქრისტეს მოყვანა ლიდერად, რაც გახლავთ ეს საერთო ჯამში ეს არის პროექტი ლურჯის სხივი, Blue Boom თუ რაღაცა ქვია, მოგეთ ინგლისურად. ლურჯის სხივი ქართულად ესე ითარგმნება. აი აქ რა ტექნოლოგიებზეც არის საუბარი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გაყალბებულ ისტორიას ამიტომ ვსწავლობთ ასევე, რომ ამ ტექნოლოგიებს იყენებდნენ ძველ ინდურ ეპოქაში, ძველი ინდური ეპოსი აღწერს ამ ყველაფერს. ეს მაი იუთხუ და მთელი ეს ყველაფერი ახლა რასაც წავიკითხავ და ინდურ ცივილიზაციაში ვინც ერკვევა, დააკომენტარეთ, კორექტირება გააკეთეთ ტექსტის და დაგვეხმარებით ამ ყველაფერში. მაგრამ აქ საუბარი რაზეა? რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტით იმართებოდა მთელი ეს ცივილიზაციები, წინა ცივილიზაციებშიც იყო გააქტიურებული აქტიურად ხელოვნური ინტელექტი და წინა ცივილიზაციებში მიმდინარეობდა დიდი ბირთვული ომები. აი დაახლოებით კიდევ ერთხელ 1000-ჯერ მოვყევი, მაგრამ DC-სა და Marvel-ის ფილმებში ეს ნაჩვენები და განსაკუთრებით Marvel-ის ფილმში, როდესაც თანოსი ფლობს არმადას, აი და უდიდესი უზარმაზარი ხომალდებით ლაზერული დაბომბვა რომ მიდის, ეგეთი ტიპის დაბომბები მოხდა აქ დედამიწაზე და ამ ყველაფრის კვალი ატყვია თვითონ მთელი ევრაზიის კონტინენტს. რუსეთის ტერიტორიებზე განსაკუთრებით არის დაბომბილი ესე მრგვალი ტბები, ეს რელიეფზე არის ჩვეულებრივად Google Maps-ში რო შეხვიდეთ, იუთუბერებიც განიხილავენ და ეს რელიეფზე აღბეჭდილია, შეგიძლიათ ჩახვიდეთ და იბანაო ტბებია რა, წყალი დგას შიგნით. ეს არის დაბომბვის შედეგი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოხდებოდა ოფიციალური ისტორიის კვალობაზე, ხალხი როცა ცხენებით იპყრობდა რაღაცებს. რა ცხენები, ხალხო რის ცხენები? ჩვეულებრივ ატომური ომები მიდიოდა, ბირთვული ომები მიდიოდა. აი ინდურ ეპოსში რაც არის ეს აღწერილი და სხვადასხვა ასევე მითოლოგიებში და თუნდაც ბიბლიურ პასაჟებში. გავიხსენოთ ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. როდესაც ელია წინასწარმეტყველი ძველ აღთქმაში ელია წინასწარმეტყველი, როდესაც ესე ვთქვათ მოიწვევდა ხოლმე, ანუ ზეციდან უშვებდა ცეცხლის წვიმას, ანუ ეს
გამდრნარი გუდრონი და წუნწუბა და 1000 რაღაცები ტერმინებით არის აღწერილი. მოკლედ, ცეცხლის ბურთები მოფრინავდა ნებისმიერ მომენტში. ელია წინასწარმეტყველს როცა კი დაჭირდებოდა, ეს თეოლოგიურად არის აღიარებული ბიბლიის ეს პასაჟები, რომ ნებისმიერ მომენტში როცა კი დაჭირდებოდა, ცეცხლის წვიმას წამოიყვანდა. ანუ ეს ცეცხლის წვიმა და ამ ტიპის ტექნოლოგიები, ანუ ეს ბუნებრივი, ზებუნებრივი თუ როგორც არ უნდა იყოს, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ ტექნოლოგიების ფლობის. ანუ ეს ბიბლიაშიც არის ნაჩვენები. მოკლედ წავიკითხოთ, უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ახლა არის ეს ჩიპიზაციის ერთ-ერთი ჰაი კლასია უკვე. აქ უნდა ვიცოდეთ, რომ სოფლიო კონფლიქტები მიმდინარეობს იმისათვის, რომ მოკლედ ქრისტიანების დევნა მოხდეს, ვინც არ დაიჩიპება, მე უპილოტო დრონებით დევნონეს ხალხი და ამიტომ ჩვენ მოვემზადებით და თუ საქართველოშიც იქნება სიტყვაზე ეს დევნა და თუ ჩვენ ვერ ჩავკეტეთ ქვეყანა, ჩვენ ქვეყანა უნდა ჩავკეტოთ საქართველოს ბოლომდე, რომ ეს დრონები ეს ისინი ვერ შემოვიდნენ ნახ და პირიქით, აი როგორც ახლა სიტყვაზე იქ რუსები და უკრაინელები ამ დრონებს იგერიებენ, ჩვენც ესე უნდა მოვიგორიოთ ეს დრონები. ოღონ ჩაკეტილი ქვეყნის პირობებში და არა ის რომ სიტყვაზე ამ დრონების აფრენა ვაზიანიდან ან თბილისის რაღაც რაიონებიდან ხდებოდეს და ხალხს ხოცავდეს. მაშინ მაგ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით, მაქსიმუმ გამოქვაბულებს თუ შევაბარებთ თავს. ანუ აქ არის საბრძოლო პლაზმური ჰოლოგრამების ტექნოლოგიების დახვეწა მიმდინარეობს და ანუ ანტიქრისტეს წინა ესე ვთქვათ, წინამდებარე ომები რაც უნდა მოხდეს და ეს ანუ ესეთი მთლიანობა არის რა. აქ არის დეტალურად აღწერილი. მოვუსმინოთ, აბა და შეაფასეთ თქვენი აზრით კომენტარებში. რაც შეეხება ნიღაბს, მე სულ ნიღბივით ვიქნები აწი, სხვადასხვა ნიღბებით. საბრძოლო პლაზმური ჰოლოგრამები, ანუ პროექტი ლურჯის სხივი. მომავლის ომის რეპეტიცია, ჩიპიზაცია. თანამედროვე კონფლიქტებში თემა უპილოტოების გამოყენებაზე ყველას პირზე აკერია. ერთი კი ისაა, რომ ყველაზე მეტად დამაინტრიგებელი და ამ სფეროს ტექნოლოგიურად რთული ასპექტები ჯერ კიდევ ჩრდილში რჩება. ახლა საუბარი წავა საბრძოლო პლაზმურ ჰოლოგრამებზე. ნაკლებად სავარაუდოა ვინმე ხვდებოდეს, რომ ზუსტად ახლა ჩვენს დროში სრულიად შესაძლებელია, რომ ტოტალური ილუზიის ტექნოლოგიები მაი-იუთხუ იტესტებოდეს. ეს გახლავთ უძველესი ინდური ეპოსიდან მაჰაბჰარატა. მაჰაბჰარატაში უძველესი იარაღები აღწერილია როგორც მაღალტექნოლოგიური არსენალი, რომელიც საოცრად მოგაგონებს თანამედროვე სამხედრო მიღწევებს. ბირთვული ანალოგებიდან დაწყებული ბახმასტრა, თვითმიზნობრივი ჭურვებით გაგრძელებული ჰოლოგრამებითა და კლიმატური იარაღითაც კი დამთავრებული. განსაკუთრებით საინტერესოა მაი-იუთხუ, რაც ნიშნავს ტოტალური ილუზიების ომის წარმოების ტექნოლოგიას, სადაც საბრძოლო ველი ტრანსფორმირდება გონებრივი და ტალღური პროექციის, ანუ მოცულობითი ჰოლოგრამების გამოყენებით, რომელიც მტერს აიძულებს, რომ დაინახოს და გაიგოს ცრუ არმიის შესახებ. უეცარი ცეცხლის ზეციდან, წარღვნა ან თუნდაც სრული სიბნელე. სამხედრო აზროვნების ევოლუციის გამო თანამედროვე იარაღი გარდაუვალად ერწყმის ამ უძველეს კონცეფციებს, რომელიც სუფთა ფიზიკური ძალიდან ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ ომზე გადავიდა. კერძოდ, ლაზერული და პლაზმური ტექნოლოგიები ჰაერში სამგანზომილებიანი ჰოლოგრამების შესაქმნელად, რომლებიც ატმოსფერული იონიზაციის ან ლაზერული ხელმძღვანელობით არის პროექცირებული, ამჟამად ზუსტად იმავე შედეგს იძლევა, როგორც უწინდელი მაია-იუთხუ. რეალისტური ფანტომური სამიზნეების შექმნა პილოტებისა და რადარების შეცდომაში შესაყვანად და დედამიწაზე ამ ფენომენის დამკვირვებელი ჩვეულებრივი ადამიანების დეზორიენტაციისთვის. ჯერ კიდევ უძველეს დროში ჯარების შენიღბვისა და მტრის ფსიქოლოგიური ჩახშობის ტექნოლოგიები გამოიყენებოდა, რაც ილუზიის მითიურ ხელოვნებას უკონტაქტო ტექნოლოგიური ომის რეალურ ინსტრუმენტად აქცევდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამჟამად ზუსტად ამ ტიპის ომის ტესტირება მიმდინარეობდეს. ტყუილად არ იძახიან ხოლმე, რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო.
აღმოჩნდა, რომ ამას ომის მართვის ტექნოლოგიებთან პირდაპირ კავშირი აქვს. გარდა ამისა, იმ ტექნოლოგიებზე ჩნდება კითხვები, რომლებსაც როგორც ჩანს, 1000 წლის წინ იყენებდნენ. ხელოვნური ინტელექტი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ასეთი ტიპის ომების წარმოება, გამოდის, რომ იმ უძველეს დროში უკვე არსებობდა. ცნობილი იყო და გამოიყენებოდა კიდეც. იმ დროში კი ხალხისთვის მარტივად გასაგებად ხელოვნური ინტელექტის შესახებ აღწერას მითის ან ზღაპრის სახე მიეცა. დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საბრძოლო მიზნებისთვის, ისევე როგორც ადამიანების გონებასა და ცნობიერებაზე ფსიქოლოგიური გავლენის შესაძლებლობა უკვე ჩვენი დროის ტექნოლოგიურ ნორმად იქცა. როგორი დამთხევა არა? თუმცა თანამედროვე პირობებში, როდესაც რადიოელექტრონული ომის ტრადიციული მეთოდები მუდმივად ეჭვქვეშ დგება, საჰაერო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესებით, წამყვანი ქვეყნების სამხედრო ინჟინრები მიმართულების ენერგიის ფუნდამენტურ ფიზიკას მიმართავენ. კონცეფცია ეფუძნება ტრადიციული ბრტყელი პიქსელებიდან ვოქსელებზე გადასვლას, მოცულობითი გამოსახულების ელემენტებზე, რომლებიც პირდაპირ თავისუფალ სივრცეში, მაგალითად ცაში ყალიბდება. თანამედროვე მაღალი სიხშირის ფემტოწამიან ლაზერებს მოცემულ წერტილში ასობით ჰერცის სისუფთავით ჰაერის იონიზაცია შეუძლიათ, რაც ლაზერული პლაზმის კონტროლირებად კოლტებს ქმნის. ცაში ამ ფიზიკური წერტილის კოლოსალური სიჩქარით, მიმართვითა და გადაადგილებით თვითმფრინავის ტიპის უპილოტო დრონის ფრენის ტრაექტორიის სიმულირებაა შესაძლებელი. ყველაზე გასაოცარი ამ ტექნოლოგიებში, რომელსაც ხშირად აკუსტიკური ფანტომების კონტექსტში მოიხსენიებენ, მისი მულტისპექტრულობაა. პლაზმური წარმონაქმნი არა მხოლოდ ობიექტის სახით ჩნდება, არამედ ამ ობიექტიდან გამომავალი მოცულობითი ხმის სახითაც, რომელიც შორ მანძილზე მოქმედი კამიკაძე საბრძოლო დრონის ორტაქტიანი ბენზინის ძრავის გუგუნს მოგვაგონებს, რაც სიტყვასიტყვით კოშმარებს იწვევს ან მიწაზე დამკვირვებელს ორიენტაციას აკარგვინებს და ასევე ინფრაწითელ დიაპაზონში ძალიან რეალურ თერმულ სიგნალს წარმოქმნის, რაც სამხედრო აღჭურვილობას აბნევს. ანუ მაღალ იონიზებულ პლაზმურ კოლტს რადიოტალღებისთვის შესანიშნავი არეკვლა გააჩნია, რის გამოც რადარის ოპერატორები თავიანთ ეკრანებზე რეალური საჰაერო საბიზნეს მკაფიო უწყვეტ და მწკრივ კვალს ხედავენ, რომელიც მოცემული სიჩქარით მოძრაობს. ეს ქმნის იდეალურ რთულ სატყუარას, რომელსაც სრული გადატვირთვა შეუძლია. საჰაერო თავდაცვის ინფორმაციის გავრცელების არხი მოწინააღმდეგეს აიძულებს, რომ მათი ძვირადღირებული საზენიტო რაკეტების გასახარჯად ჰაერში საბრძოლო გამანადგურებლები ააფრენინოს და ასევე გააქტიურების დროს რადარების პოზიციები გაამჟღავნებინოს. ლაზერული გამოსხივების გამოყენებით ასეთი ცრუ რადიოოპტიკური და თერმული სამიზნეების გენერირების სფეროში განვითარება აქტიურად ხორციელდება აშშ-ს დახურული თავდაცვითი პროგრამების ფარგლებში და ასევე ჩინეთში სპეციალიზებული ინსტიტუტების მეშვეობით. რუსეთი უხილავი არმიის ფანტასტიკურ იდეას მომავლის ფსიქოლოგიური და ტექნოლოგიური ომის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღად გარდაქმნის.